ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო ამ ისტორიულ გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც ეთმობა ჯოზეფ სმითის პირველ ხილვას, რომელშიც მან წმინდა ტყეში ხილა მამა ღმერთი და მისი ძე იესო ქრისტე. ეს ხილვა გახდა დასაწყისი სახარების დიდებული აღდგენისა და ამასთან დაკავშირებული მორმონის წიგნიდან ჩვენთვის გადმოცემული მღვდლობის უფლებამოსილების, გასაღების, უფლის წმინდა ეკლესიის აღდგენის, ღვთისტაძრების, ასევე წინასწარმეტყველების და მოციქულების, რომლებიც ამ უკანასკნელ დღეებში უძღვებიან საქმეს. ღვთიური ჩანაფიქრის მიხედვით, ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველები, როცა სული წმინდა ალაპარაკებდა მათ, წინასწარმეტყველებდნენ აღდგენაზე და იმაზედ, რა მოხდებოდა ჩვენს დროში, ანუ ბოლო წყობაში და ჟამთა სისრულეში. უშუალოდ ეს საქმე ადრინდელ წინასწარმეტყველთა სულებში ცეცხლს ანთებდა. ჟამთა ვითარებაში ისინი წინასწარმეტყველებდნენ, ჰქონდათ ხილვები და წინასწარჭვრეთდნენ ღვთის სასუფეველის მომავალს დედამიწაზე. რასაც ესაია უწოდებდა გასაოცარი საოცრება. იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენით აღსრულდა მრავალი წინასწარმეტყველება. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ჩათვლით. მაგრამ დღეს ხაზგასმით აღნიშნავდი რამდენიმე ჩემს საყვარელ წინასწარმეტყველებას. ესენი არიან, რაც მასწავლეს ჩემმა საყვარელმა დაწყებითი საზოგადოების მასწავლებლებმა და რაც ანგელოზი დედის კალთის ქვეშ ვისწავლე. დანიელმა, რომელმაც იესო ქრისტეს რწმენითა და ღვთისმსახურ ანგელოზთა ჩარევით შეაჩერა ლომები, იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხილვაში იხილა ჩვენი დრო. როცა დანიელმა ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს სიზმარი აუხსნა, მან იწინასწარმეტყველა, რომ უფლის ეკლესია უკანასკნელ დღეებში აღდგებოდა, როგორც მთას ხელუკვრელად მოწყვეტილი. პატარა ქვა. ხელუკვრელად ნიშნავს ღვთიური ჩარევით, ანუ უფლის ეკლესია განდიდდება, სანამ არ მოიცავს მთელს დედამიწას და იგი უკუნისამდე არ დაიქცევა და უკუნისამდე იდგება. ეს უდაო ჭეშმარიტებაა, რომ დანიელის სიტყვები სრულდება, რადგან ეკლესიის წევრები მთელს მსოფლიოში უყურებენ და უსმენენ დღეს ამ კონფერენციას. თავდადებულმა პეტრე მოციქულმა აღწერა, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს დასაბამიდან. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ჟამთა სისრულეში ღმერთი ქრისტეში მოუყრის თავს ყოველივეს, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი. მე ისე ძლიერად ვიგრძენი ეს წინასწარმეტყველებანი, როცა მონაწილეობას ვიღებდი იტალიის რომის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაში. ყველა წინასწარმეტყველი და მოციქული იქ იმყოფებოდა და მოწმობდა იესო ქრისტეზე, სამყაროს მხსნელზე, როგორც ამას პეტრე და პავლე მოციქულები აკეთებდნენ. ეკლესია არის ამ აღდგენის ცოცხალი მაგალითი, დებო და ძმებო, და ჩვენი წევრები უკვე დიდი ხნის წინ იყვნენ ამ ღვთიური წინასწარმეტყველებების მოწმენი. ეგვიპტელი იოსები წინასწარმეტყველებდა, რომ უკანასკნელ დღეებში წინასწარმჭვრეთს აღზრდის უფალი, ჩემი ღმერთი, რომელიც იქნება რჩეული წინასწარმჭვრეთი, ჩემი საზარდულის ნაყოფისათვის, და იგი აღასრულებს უფლის საქმეს. ჯოზეფ სმითი, აღდგენის წინასწარმეტყველი იყო ეს წინასწარმჭვრეთი. ასე წინასწარმეტყველებდა იოანე განცხადებელი ყოვლისშემძლე ანგელოზის შესახებ, რომელიც თავს მოუყრიდა აღდგენის მნიშვნელოვან ელემენტებს. ამ სიტყვებით, ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად. ის ანგელოზი მორონი იყო. მან იხილა ჩვენი დრო ისე, როგორც ეს ჩაწერილია მორმონის წიგნში. მსგავს ვითარებაში მან ჯოზეფ სმითი მოამზადა მსახურებისთვის. ასევე მორმონის წიგნი კიდევ ერთი დამოწმება იყო იესო ქრისტეს შესახების თარგმნისთვის. სხვა წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ ჩვენს დროზე. მალაქია საუბრობდა ილიაზე. ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამის გულთან. ილია მოევლინა, რის შედეგადაც დღეს გვაქვს 168 მოქმედი ტაძარი დედამიწის ზურგზე. ყოველი ტაძარი ემსახურება ღირსეულ წევრებს.
რომლებიც დებენ წმინდა აღთქმებს და იღებენ კურთხეულ წესჩვეულებებს საკუთარი თავისთვის და თავიანთი გარდაცვლილი წინაპრებისთვის. ეს მალაქიას მიერ აღწერილი წმინდა საქმე არის შემქმნელის თავისი შვილებისადმი მარადიული დანიშნულების ადგილის გეგმის ცენტრალური ნაწილი. ჩვენ ვცხოვრობთ ამ წინასწარმეტყველების დროში. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც აკისრია იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დაწყება. ჩვენ უნდა შევკრიბოთ ღვთის შვილები, რომელნიც გაიგებენ და მიიღებენ ჭეშმარიტებას, აღთქმებსა და მარადიული სახარების დაპირებებს. პრეზიდენტი ნელსონი ეძახის ამას ყველაზე დიდ სირთულეს, ყველაზე დიდ მიზეზსა და ყველაზე დიდ საქმეს დღეს დედამიწაზე. მე ვმოწმობ ამ სასწაულზე. მივიღე რა პრეზიდენტ რასელ ნელსონისგან ამა წლის თებერვალში დავალება ჩავატარე დურბანის სამხრეთ ამერიკის ტაძრის მიძღვნის ცერემონია. ეს იყო დღე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მე ვიყავი წევრებთან, რომელნიც მოვიდნენ სახარებაში, როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა დიდი ხნის წინ. ერთი ქალაქიდან, ორი გვარიდან. იესო ქრისტეს დოქტრინა ყველას გვაერთიანებს მთელს მსოფლიოში, როგორც ღვთის ძეებსა და ასულებს, დებსა და ძმებს სახარებაში. იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორ გამოვიყურებით ან ვიცვამთ, ჩვენ ვართ ერთნი. ერთი მამით ზეცაში, რომლის გეგმაც დასაბამიდან იყო და არის მისი ოჯახის გაერთიანება წმინდა სატაძრო აღთქმების დადებისა და დაცვის მეშვეობით. წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა უწინასწარმეტყველა 1834 წელს ოჰაიოში, კირტლანდში, სკოლის შენობაში შეკრებილ მღვდლობის მატარებელთა ჯგუფს. დღეს ამ საღამოს თქვენ ხედავთ ერთ მუჭა სამღვდელოებას, მაგრამ ეს ეკლესია აავსებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას. იგი აავსებს მსოფლიოს. ბოლო წლებში ეკლესიის წევრებთან შესახვედრად მოგზაურობდი მთელს მსოფლიოში. ჩემს ძმებს 12 მოციქულთა ქვორუმიდან ჰქონდათ მსგავსი დავალება. მაგრამ ვისი გრაფიკი შეედრება ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ ნელსონისას, რომელმაც ეკლესიის პრეზიდენტობის 2 წლის განმავლობაში წმინდანებთან შესახვედრად მოიარა 32 ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიებზე, რათა დაემოწმებინა ცოცხალი ქრისტეს შესახებ. მახსოვს, როგორ მივიღე ახალგაზრდობაში მოწოდება მისიაში. მინდოდა გერმანიაში მემსახურა, როგორც მამაჩემს, ჩემს ძმასა და სიძეს. საფოსტო 5-ისკენ გავიქეცი. არავის არ დაველოდე და კონვერტი გავხსენე. იქ ეწერა, რომ მომიწოდეს აღმოსავლეთის შტატების მისიაში, სათაო ოფისით ნიუ-იორკში. გული დამწყდა. ამიტომ შინ შევედი. წმინდა წერილი გადავშალე და ნუგეშის მოსაპოვებლად დავიწყე კითხვა. მოძღვრება და აღთქმაში ეწერა. აჰა, და ჭეშმარიტად მრავალი ხალხი მყავს ამ ადგილზე და გარშემო მიდამოებში. გაიღება მოქმედი კარი გარშემო მიდამოებში ამ აღმოსავლეთ მიწაზე. 1823 წელს ჯოზეფ სმითისადმი მიცემული ეს წინასწარმეტყველება ჩემთვის გამოცხადება იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ მომიწოდეს ზუსტად იმ მისიაში, სადაც უფალს უნდოდა მემსახურა. ვასწავლედი აღდგენისა და მისი მნიშვნელოვანი დასაწყისის შესახებ, როცა ჩვენმა მამაზეციერმა მიმართა ჯოზეფ სმითს და თქვა, ეს არის ჩემი საყვარელიძე. უსმინე მას. ეკლესიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც გაკეთდა იესო ქრისტეს შობამდე 700 წლის წინ. და იქნება უკანასკნელ დღეებში გამტკიცდება მთაუფლისა სახლისა, მთების სათავეში დადგინდება და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი. წარმომიდგენია მილიონობით წევრი და მეგობარი, რომელნიც დღეს შემოგვიერთნენ ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა საშუალებების მეშვეობით. ჩვენ თითქოს ერთად ვსხედვართ მთის სათავეში. ბრიგამ იანგმა თქვა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. ეს სწორი ადგილია. წმინდანები, ზოგიერთი მათგანი ჩემი პიონერი წინაპრები. მისი ნებითა და სურვილით, რომელიც აძლევს დედამიწის ხალხებს მითითებებს, მუშაობდნენ როքի მაუნთინში სიონის ჩამოყალიბებაზე.
დღეს ვდგავარ ამ წმინდა მიწაზე, რომელმაც მილიონობით მნახველი მოიზიდა. 2002 წელს Salt Lake City მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ტაბერნაკალური გუნდი მღეროდა გახსნით ცერემონიაზე. ეკლესიას თავაზობდა მონაწილეებსა და სტუმრებს საკონცერტო პროგრამებს მრავალი ერის სახელით. ყოველთვის მეხსომება ტაძარის საღამოს ახალი ამბების კადრებში, რომლებსაც მთელი მსოფლიო უყურებდა. წლების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტები, მეფეები, მოსამართლეები, პრემიერ-მინისტრები, ელჩები და ოფიციალური პირები მრავალი სხვადასხვა კუნძულიდან ეწვივნენ Salt Lake City-ს და შეხვდნენ ჩვენს ხელმძღვანელებს. პრეზიდენტი ნელსონი მასპინძლობდა შეერთებული შტატების ორგანიზაციას, ფერდკანიანი ადამიანების განვითარების ეროვნულ ასოციაციას, რომელიც იბრძვის ყველა რასის თანაბარი უფლებებისთვის, დისკრიმინაციის გარეშე. მახსოვს, როგორ ვიდექი გვერდ ამ ხელმძღვანელებთან, როცა პრეზიდენტი ნელსონი შეუერთდა მათ და მოუწოდა მეტი ცივილურობისა და რასობრივი ჰარმონიისკენ მსოფლიოში. კიდევ ბევრი სხვა ადამიანი მოსულა ტაძრის მოედანზე და ისინი შეხვდნენ ეკლესიის ხელმძღვანელებს სათათბიროდ. მაგალითად, გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ და გისახელებთ სულ რამდენიმეს გაერთიანებული ერების 68-ვე სამოქალაქო საზოგადოებრივ კონფერენციას. საერთაშორისო შეკრებას, რომელიც ამ ტიპის პირველი შეკრება იყო ნიუ-იორკის გარეთ. ჩვენ შევხვდით ვიეტნამის კომიტეტს რელიგიის საკითხებში, კუბის, ფილიპინების, არგენტინის, რუმინეთის, სუდანის, კატარისა და საუდის არაბეთის ელჩებს. ჩვენ ასევე შევხვდით მუსლიმთა სამყაროს ლიგის გენერალურ მდივანს. რასაც აღწერ, არის ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ უკანასკნელ დღეებში ერები მიედინებიან უფლის სახლის მთისკენ. Salt Lake-ის დიადი ტაძარი დგას ამ დიდებულებისა და მშვენიერების ცენტრში. ლანდშაფტმა კი არ მოიზიდა ადამიანები, თუმცა იგი დიდებულია. არამედ სუფთა რელიგიის არსმა, რაც ვლინდება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის სულში, ზრდაში, სიკეთეში, სულგრძელობაში და მის ადამიანებში, ჩვენს ღვთის მსგავსად სიყვარულში, ჩვენს ვალდებულებაში, ვიაროთ უფრო მაღალი გზით, რასაც ჯოზეფ სმითმა დაარქვა ქრისტეს გზა. ჩვენ არ ვიცით, როდის დაბრუნდება მხსნელი, მაგრამ ვიცით, რომ დაბრუნდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის გულით, გონებით, რათა ვიყოთ ღირსნი, დავხვდეთ მას და ვქონდეს პატივი ვიყოთ ნაწილი იმისა, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ამდენი ხნის წინ. მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტი რასელ ნელსონი არის უფლის წინასწარმეტყველი დედამიწაზე და მას გვერდში უდგანან ღვთის მიერ მოხმობილი მოციქულები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტელებსა და განცხადებლებს. ჩემო ძვირფასო დებოდა-ძმებო, აღდგენა გრძელდება. მე მინდა დავასრულო ჯოზეფ სმითის წინასწარმეტყველებით, სიტყვებით, რომლების ჭეშმარიტებასაც მე ვმოწმობ. ვერც ერთი უწმინდური ხელი ვერ შეაჩერებს ამ საქმის წინსვლას. შეიძლება იყოს დევნა, ბრბო გაერთიანდეს, ჯარი შეიკრიბოს ერთად, სტიქია დაგვატყდეს თავს, მაგრამ ღვთის ჭეშმარიტება ივლის წინ თამამად, ღირსეულად და დამოუკიდებლად, სანამ არ შეაღწევს ყოველ კონტინენტზე, მოინახულებს ყოველ მხარეს, მოივლის ყველა ქვეყანას და გაიჟღერებს ყოველ ყურში, სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიადი იეღოვა არ იტყვის, რომ საქმე შესრულდა. მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითის ეს წინასწარმეტყველებანი იწყებს აღსრულებას. მე გპირდებით, რომ თუ მიხვებით ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ ნელსონის შთაგონებულ რჩევას, მოციქულებისა და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელებს და ყურს დაუგდებთ ძველი დროის წინასწარმეტყველებს, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს ჩვენი დრო. თქვენ ღრმად გულში და სულში აღივსებით სული წმინდითა და აღდგენის საქმით. მე გპირდებით, რომ იხილავთ ღვთის ხელს თქვენს ცხოვრებაში და იგრძნობთ მის სიყვარულს. იესო ქრისტეს სახელით, მადლიერებით აღდგენისთვის, მისი სახარებისთვისა და მისი ეკლესიისთვის, მისი შეუდარებელი სიყვარულის მტკიცებულებით. ამინ.
დებოდა ძმებო, ჩვენი გულები დალოცվել და განახლებულ იქნა სული წმინდით, რომელიც ვიგრძენით ამ კონფერენციაზე. 200 წლის წინ სინათლის სვეტი დაეშვა ახალგაზრდა კაცზე პატარა ტყეში. და იმ სინათლეში ჯოზეფ სმითმა იხილა მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე. მათმა სინათლემ გაფანტა სიბნელე, რომლითაც დაფარული იყო დედამიწა და ჯოზეფ სმითისთვის, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანისთვის, გამოჩნდა გზა. იმ დღეს დაშვებული სინათლის გამო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დალოცვები, რომლებიც მოდის ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს გამოსყიდვიდან. უფლის სახარების აღდგენის სათნოების წყალობით შეგვიძლია ავივსოთ ჩვენი მხსნელის სინათლით. თუმცა ეს სინათლე არ იყო განკუთვნილი მხოლოდ ჩვენთვის და თქვენთვის. იესო ქრისტემ მოგვიწოდა ისე გაანათოს თქვენმა სინათლემ ამ ხალხის წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენ კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. მე შემიყვარდა ფრაზა, რათა ხედავდნენ ისინი. ეს არის გულწრფელი მოწვევა უფლისგან. უფრო მონდომებით დავეხმაროთ სხვებს, იხილონ ბილიკი და მაშასადამე, მივიდნენ ქრისტესთან. 10 წლის წინ, როცა ჩემს ოჯახს ჰქონდა პატივი ემასპინძლა მოხუცი ელ თომ პერისთვის 12 მოციქულთა ფორუმიდან, როცა იგი დავალებით იმყოფებოდა ჩემს მშობლიურ ქალაქში. დღის ბოლოს ჩვენი ოჯახი უხუცეს პერის ოჯახთან ერთად იჯდა მისაღებ ოთახში და ყველანი სიამოვნებით მივირთმევდით დედაჩემის გამომცხვარ გემრიელ ვაშლის ღვეზელს. უხუცესი პერი კი იხსენებდა მთელ მსოფლიოში წმინდანებთან დაკავშირებულ ამბებს. მე აღფრთოვანებული ვიყავი. უკვე გვიანი იყო, როცა დედამ დამიძახა სამზარეულოში და დამისვა უბრალო შეკითხვა. ბონი, ქათმებს აჭამე? გული გამიჩერდა, დამავიწყდა. ძალიან არ მინდოდა უფლის წინასწარმეტყველის გარემოცვის დატოვება. ამიტომ შევთავაზე დედას ქათმებს დილამდე ემარხულად. დედამ კაცრი უარი განაცხადა. ზუსტად იმ მომენტში უხუცესი პერი შემოვიდა სამზარეულოში და თავისი ძლიერი, ენთუზიაზმით სავსე ხმით იკითხა. რაო, ვიღაცამ ქათმებს უნდა აჭამოს? თუ შეიძლება მე და ჩემი ვაჟიც შემოგიერთდებით. როგორ სასიხარულო საქმედ გადაიქცა ახლა ქათმებისთვის საკენკის დაყრა. მე გავიქეცი ჩვენი დიდი ყვითელი ფარნის მოსატანად. გახარებული წინ მივუძღოდი ქათმისკენ მიმავალ კარგად ნაცნობ ბილიკს ხტუნვით მივყვებოდი. ხელზე ჩამოკიდებული ფარნით სტუმრები ჯერ სიმინდის, შემდეგ ხორბლის ნათესებზე გადავატარე. როცა პატარა სარწყავ არხს მივუახლოვდით, მე ინსტინქტურად გადავხვდი, როგორც ამას ხშირად ვაკეთებდი. აზრად არ მომსვლია, რომ უხუცეს პერისთვის არც ისე ადვილი იყო ბნელ უცნობ ბილიკზე სიარული. ხელზე ჩამოკიდებული მოძრავი ფარანი არც თუ ისე კარგად ანათებდა გზას. ამიტომ მან პირდაპირ წყალში ჩაყო ფეხი და ხმამაღლა დაიკვნესა. შეშინებულმა უკან მოვიხედე და დავინახე, რომ ჩემი ახალი მეგობარი არხიდან ამოდიოდა და მძიმე ტყავის ფეხსაცმლიდან წყალს ასხამდა. სველი ფეხსაცმლით, ჭყაპუნით, უხუცესი პერი მეხმარებოდა ქათმებისთვის საკენკის დაყრაში. როცა დავამთავრეთ, მან სიყვარულით მითხრა, ბონი, გზას გამინათებ? უნდა ვხედავდე სად ვდგამ ფეხს. მანამდეც ვუნათებდი, მაგრამ ისი არა, რომ ეს უხუცეს პერის დახმარებოდა. ახლა ვიცოდი, რომ მას ჩემი ფარნის შუქი სჭირდებოდა და გზის გასანათებლად მე შუქს მის სავალ გზაზე მივმართავდი და ჩვენ გაბედულად მივდიოდით შინ. ჩემო ძვირფასო დებოდა ძმებო, წლების მანძილზე ვფიქრობდი იმ პრინციპებზე, რომელიც ვისწავლე უხუცეს პერისგან. უფლის მოწვევა, ანათებდეს ჩვენი ნათელი არ ნიშნავს უბრალოდ მოძრავი სხივით ზოგადად უფრო ნათელი გავხადოთ სამყარო. ეს ნიშნავს ისე მოვახდინოთ სინათლის ფოკუსირება, რომ სხვებს შეეძლოთ ქრისტესკენ მიმავალი გზის დანახვა. ეს ნიშნავს ისრაელის შეკრებას, საბურველის აქეთ მხარეს, ანუ დავეხმაროთ სხვებს. იხილონ წინ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯი ღვთის აღთქმების დადებისა და დაცვის გზაზე. მხსნელი მოწმობდა, მე ვარ სინათლე. თვალსაჩინო მაგალითი მოგეცით. მოდით განვიხილოთ მისი ერთ-ერთი მაგალითი. ქალი ჭასთან იყო სამარიელი, რომელიც არ იცნობდა იესო ქრისტეს და მრავალი უყურებდა მას როგორც განრიყულს თავისივე თემში. იესო შეხვდა მას და წამოიწყო საუბარი. იგი მას წყლის შესახებ ესაუბრებოდა. შემდეგ მან იგი უფრო დიდი სინათლისკენ წაიყვანა. განაცხადა რა რომ იყო ცოცხალი წყალი. ქრისტემ იცოდა მის შესახებ და იცოდა მისი საჭიროებები.
ქრისტე შეხვდა მას იქ, სადაც ეს ქალი იმყოფებოდა და დაიწყო მასთან საუბარი მისთვის ნაცნობ თემაზე. ქრისტე რომ აქ გაჩუმებულიყო, ეს უბრალოდ დადებითი შეხვედრა იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალი არ წავიდოდა ქალაქში და არ განაცხადებდა. ნახეთ, ის ხომ ქრისტეა. თანდათან საუბარში მან აღმოაჩინა, რომ ეს ქრისტე იყო და მიუხედავად თავისი წარსულისა ეს ქალი გახდა ნათელი სიარაღი, რომელიც სხვებს უნათებდა გზას. მოდით ახლა ვისაუბროთ ორი ადამიანის შესახებ, რომელიც მიყვნენ მხსნელის სინათლის გაზიარების მაგალითს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობარი კევინი ბიზნესმენის გვერდით იჯდა სადილზე. იგი დარდობდა იმაზე, რაზე უნდა ესაუბრა 2 საათის განმავლობაში. კევინმა მიჰყვა რა კარნახს, კითხა მას, მომიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, საიდან არიან თქვენი წინაპრები. ბატონმა ბევრი რამ არ იცოდა თავისი მემკვიდრეობის შესახებ, ამიტომ კევინმა ამოიღო ტელეფონი და თქვა: მე ჩატვირთული მაქვს აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს ადამიანებს თავის ოჯახებთან. მოდით ვნახოთ, რას ვიპოვით. გრძელი საუბრის შემდეგ კევინის ახალმა მეგობარმა იკითხა: რატომ არის ოჯახი ასე მნიშვნელოვანი თქვენი ეკლესიისთვის? კევინმა უბრალოდ უპასუხა: იმიტომ, რომ ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. და თუ ჩვენ დავადგენთ წინაპრებს, წარვადგენთ მათ სახელებს წმინდა ადგილებში, სახელად ტაძარი, ჩვენ შევძლებთ მათთვის საქორწინო წესჩვეულებების ჩატარებას. და ასე ჩვენი ოჯახები ერთად იქნებიან სიკვდილის შემდეგაც კი. კევინმა დაიწყო იმით, რაც მას და მის ახალ მეგობარს საერთო ჰქონდათ. შემდეგ მან მოახერხა დაემოწმა მხსნელის სიყვარულისა და სინათლის შესახებ. მეორე ამბავი ეხება ელას, უნივერსიტეტის კალათბურთელს. იგი მოიხმეს მისიაში, როცა უნივერსიტეტში სწავლობდა. მან გუნდის წინაშე აირჩია კონვერტის გახსნა. მათ არაფერი იცოდნენ იესო ქრისტეს ეკლესიის შესახებ და არ ესმოდათ ელას მსახურების სურვილი. იგი ბევრს ლოცულობდა, რათა გაეგო, როგორ აეხსნა გუნდისთვის მისიაში მოწვევა, ისე, რომ თანაგუნდელებს სულიწმინდა ეგრძნოთ. მისი პასუხი: მე მოვამზადე PowerPoint-ის პრეზენტაცია, იმიტომ რომ მაგარი ვარ. მან უამბო ნაკრებს შესაძლებლობაზე ემსახურა 400-ზე მეტი ქვეყნიდან რომელიმე ერთ-ერთში და თანაც უცხო ენა ესწავლა. მან გამოაჩინა ათასობით მისიონერი, რომელიც იმჟამად უკვე მსახურობდა მისიაში. ელამ დაამთავრა პრეზენტაცია მხსნელის სურათით და ამ მოკლე მოწმობით. კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მე ქვეყნის მეორე მხარეს გადმოვცხოვრდი და ოჯახი დავტოვე, რათა ამ ნაკრებში, ამ წვრთნელთან მეთამაშა. კალათბურთზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მხოლოდ 2 რამ არის: ჩემი რწმენა და ოჯახი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, ეს 1000 ვატიანი მაგალითებია, მე კი 20 ვატიანი ნათურა ვარ. გაიხსენეთ, რომ მხსნელი მოწმობდა, მე ვარ ნათელი, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ. იგი გვახსენებს, რომ გვიბოძებს ნათელს თუ კი სხვებს მივმართავთ უფლისკენ. მე და თქვენ გვაქვს საკმარისი სინათლე იმისთვის, რომ გავაზიაროთ იგი ამ წუთას. ჩვენ შეგვიძლია გავუნათოთ შემდეგი საფეხური ვინმეს, ვინც ქრისტესთან მიდის, და შემდეგ კიდევ ერთი, და ამის შემდეგ კიდევ ერთი. გკითხეთ საკუთარ თავს, ვის სჭირდება თქვენი სინათლე საჭირო ბილიკის საპოვნელად, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ხედავს? ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გამოასხივოთ სინათლე? უფალმა გვითხრა, რომ დედამიწაზე არის კიდევ მრავალი ადამიანი, რომელიც ვერ პოულობს ჭეშმარიტებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის სად იპოვოს იგი. ჩვენ შეგვიძლია დახმარება, ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად გამოვასხივოთ ჩვენი სინათლე, რათა სხვები ხედავდნენ მას. ჩვენ შეგვიძლია მოვიწონოთ ისინი, ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ მათთან ერთად, ვინც აკეთებს ნაბიჯს, თუნდაც ძალიან მერყევს, მხსნელის მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის შეკრება. მე ვამოწმებ, რომ უფალი განადიდებს ყოველ პატარა მცდელობას. სულიწმინდა გვიკარნახებს რა ვთქვათ და რა გავაკეთოთ. ასეთმა მცდელობებმა შეიძლება მოითხოვოს ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უფალი დაგვეხმარება ჩვენი სინათლის გამოსხივებაში. რაოდენ მადლიერი ვარ მხსნელის სინათლისთვის, რომელიც კვლავაც მართავს ეკლესიას გამოცხადების მეშვეობით. მე ვიწვევ ყოველ ჩვენგანს. მივყვეთ იესო ქრისტეს მაგალითს და არ დავივიწყოთ ჩვენ სირგვლივ მყოფნი.
ეძიეთ და ილოცეთ იმ საშუალებებისთვის, რომლების მეშვეობითაც ისე გამოასხივებთ სინათლეს, რომ სხვებმაც დაინახონ იესო ქრისტესკენ მიმავალი გზა. მისი დაპირება დიადია, ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას. მე ვამოწმებ, რომ ჩვენი მხსნელი იესო ქრისტე არის გზა ჭეშმარიტებისა, სიცოცხლის სინათლე და სიყვარული ამასოფლისა, იესო ქრისტეს სახელით. ამინ. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა რასელ ნელსონმა მოგვიპატიჟა 2020 წლის აპრილის კონფერენციის მოლოდინში ყველას მოგვეხედა უკან, რათა იესო ქრისტეს სახარების აღდგენაში დაგვენახა ღვთის ხელის დიდებულება. მე და ჰოლანდი სერიოზულად მოვეკიდეთ ამ წინასწარმეტყველურ მოპატიჟებას. ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ცხოვრობდით 1800-იან წლებში და განვიხილავდით იმდროინდელ რელიგიურ მრწამს. იმ წარმოდგენაში ვკითხეთ საკუთარ თავს, რა აკლია? რას ვინატრებდით? რას ვისურვებდით ღმერთისგან ჩვენი სულიერი ლტოლვის საპასუხოდ? ჩვენ მივხვდით, რომ ერთი რამ, რასაც 2 საუკუნის წინ ძალიან ვინატრებდით, იქნებოდა იმ დღეებში არსებულთან შედარებით ღმერთის უფრო ჭეშმარიტი კონცეფციის აღდგენა, რადგან შეცდომებისა და არასწორი აღქმის გამო ღმერთს საუკუნეების მანძილზე უმალავდნენ ხალხს. დავესაზღები ფრაზას იმ დროის ცნობილ რელიგიურ მოღვაწეს უილიამ ელერ ჩენინგს და ვიტყვი, რომ ჩვენ ვისურვებდით ღმერთის მშობლიური ბუნების თვისების პოვნას, რასაც ჩენინგი განიხილავდა როგორც ქრისტიანობის პირველ უდიდეს დოქტრინას. ასეთი დოქტრინა აღიქვამდა ღვთაებას როგორც ზეცაში არსებულ მზრუნველ მამას და არა ხისტ მოსამართლეს, რომელსაც გამოაქვს მკაცრი განაჩენი, ან ადგილზე არ მყოფ პატრონს, რომელიც ოდესღაც მონაწილეობას იღებდა მიწიერ საქმეებში. ახლა კი სადღაც სხვაგან იმყოფება ამ სამყაროში. დიახ, 1820 წელს ჩვენ ვისურვებდით გვეპოვა ღმერთი, რომელიც ღიად, როგორც წარსულში, გვესაუბრება და გვაძლევს მითითებებს. ჭეშმარიტი მამა ამ სიტყვის ყველაზე მოსიყვარულე მნიშვნელობის გაგებით, იგი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ცივი, თვითნებური ავტოკრატი, რომელიც წინასწარ განსაზღვრით აირჩევდა მცირედს გადასარჩენად, დანარჩენებს კი კაცობრიობის ოჯახიდან გაწირავდა დასაყუპად. იგი იქნებოდა ის, რომლის ყოველი მოქმედება ღვთიური განცხადებით იქნებოდა ამა ქვეყნისთვის სასარგებლო, რადგან მას ისე უყვარს ქვეყანა. და ყოველი არსებისთვის ამ სამყაროში ეს სიყვარული იქნებოდა მისი საბოლოო მიზეზი, რის გამოც მან გამოაგზავნა დედამიწაზე იესო ქრისტე. მხოლოდ შობილი ძე. ჩვენ რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში გვეცხოვრა, დიდი განგაშით გავიზიარებდით, რომ ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვნად მოიკიდა ფეხი მხსნელის ცხოვრების რეალობასა და აღდგომასთან დაკავშირებულმა ეჭვმა. ამიტომ ვისურვებდით მთელ სამყაროს მიეღო დასტური, რომელიც დაამტკიცებდა ბიბლიურ მოწმობას იმაზეთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, ამ სიტყვის სრული გაგებით. ალფა და ომეგა, სამყაროს ერთადერთი მხსნელი, რომელიც ცნობილია კაცობრიობისთვის. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებდით, რომ მოევლინებოდა სხვა წმინდა წერილზე დაყრდნობილი მოწმობა, რაიმე რაც გახდებოდა კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რაც გააფართოვებდა და გააღრმავებდა ჩვენს ცოდნას მისი სასწაული დაბადების, საოცარი მსახურების, გამომსხიდველი მსხვერპლისა და დიდებული აღდგომის შესახებ. ჭეშმარიტად, ასეთი საბუთი იქნებოდა ზეციდან გამოგზავნილი პატიოსნება და დედამიწიდან გაგზავნილი ჭეშმარიტება. იმდროინდელი ქრისტიანული სამყაროსთვის, რომ გადაგვევლო თვალი, ჩვენ ვისურვებდით გამოჩენილიყო ღვთისგან უფლებამოსილი, ჭეშმარიტი მღვდლობის მქონე პირი, რომელიც მოგვნათლავდა, გადმოგცემდა სულიწმინდის ძღვენს და შეასრულებდა ამაღლებისთვის საჭირო სახარების ყველა წესჩვეულებას. 1820 წელს ჩვენ ვისურვებდით აღსრულებულიყო უფლის სახლის დიდებულ
დაბრუნებასთან დაკავშირებული ესაიას, მიქასა და სხვა ძველი დროის წინასწარმეტყველების მჭერმეტყველური წინასწარმეტყველებანი დიდი სიხარულით ვიხილავდით წმინდა ტაძრების კვლავ დაარსების დიდებას, სულიწმინდის წესჩვეულებით, მარადიული ჭეშმარიტების სწავლების, პირადი ჭრილობების განკურნებისა და ოჯახების სამარადისოდ შეკვრის ძალითა და უფლებამოსილებით. მე ყველგან დავიწყებდი იმ პიროვნების ზებნას, რომელსაც ექნებოდა უფლებამოსილება ეთქვა ჩემთვისა და ჩემი საყვარელი პატრიციასთვის, რომ ჩვენი ქორწინება ჩაიბეჭდა ამ წუთი სოფლისთვისა და მარადისობისთვის და სულაც არ მექნებოდა იმის სურვილი, ოდესმე მომესმინა აკვიატებული წყევლის მაგვარი, გონებიდან ძნელად ამოსაშლელი სიტყვები, სანამ სიკვდილი დაგაშორებთ. მე ვიცი, რომ ჩვენი მამის სახლში ბევრი სავანეა, მაგრამ გეტყვით, რომ მქონოდა ასეთი პატივი მიმეღო ერთ-ერთი მათგანი, პეტისა და ჩვენი შვილების გარეშე ეს ჩემთვის უბრალო დაფხავებული ქოხი იქნებოდა. ჩვენი წინაპრებისთვის კი, რომელნიც საუკუნეების წინ დაიხოცნენ, ისე რომ არც კი სმენიათ იესო ქრისტეს სახელი, ჩვენ ვისურვებდით ყველაზე მოწყალე და სამართლიანი ბიბლიური კონცეფციის აღდგენას. ცოცხალთა მიერ გარდაცვლილთათვის ხსნის შემცვლელი წესჩვეულებების ჩატარებას. არც ერთი სხვა პრაქტიკა არ იძლევა ამაზე ჩინებულ მოსიყვარულე მამის ზრუნვას თავის ყოველ მიწიერ შვილზე, იმისგან დამოუკიდებლად, სად და როდის ცხოვრობდნენ ისინი. ჩვენი 1820 წლის სურვილებთან დაკავშირებული სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ აღდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ალბათ ის არის, რომ მსგავსი სურვილები ამაო არ იქნებოდა. დაწყებული წმინდა ტყეში გაგრძელებული ამ დღემდე, ამ სურვილებმა ხორცი შეისხა და გახდა, როგორც პავლე მოციქული და სხვები გვასწავლიდნენ, სულისთვის ღუზა, უტყუარი და მყარი, ის, რასაც ოდესღაც ნატრობდნენ, ახლა ისტორიად იქცა. ასეთი იყო ჩვენი 200 წლიანი ისტორიის მიმოხილვა ღვთის სიკეთისა და სამყაროსადმი. მაგრამ მომავალზე რა ვთქვათ? ჩვენ კვლავაც გვაქვს სურვილები, რომლებიც ჯერ არ აღსრულებია, ახლაც კი. ჩვენ ყველანი COVID-19-თან ხელჩართულ ბრძოლაში ვიმყოფებით. ქვიშის ნაწილაკზე 1000 ჯერ უფრო პატარა ვირუსმა საზეიმოდ შეგვახსენა, რომ შეუძლია დააჩოქოს მთელი მოსახლეობა და საერთაშორისო ეკონომიკა. ჩვენ ვლოცულობთ მათზე, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები ამ თანამედროვე დაავადების გამო, ასევე დაინფიცირებულებზე. და როცა ამას დავძლევთ, ეს კი აუცილებლად ასე იქნება. და ეს შევთანხმდეთ და თანაბრად ავიღოთ ვალდებულება გავანთავისუფლოთ მსოფლიო შიმშილის ვირუსისგან. ასევე გავანთავისუფლოთ ჩვენი თემები და ერები სიღარიბის ვირუსისგან. მოდით ვიქონიოთ იმედი, რომ სკოლებში მოსწავლეები ისწავლიან და მათ ეს სიცოცხლის ფასად არ დაუჯდებათ და ღვთის არც ერთ შვილს პირადი ღირსება არ შეელახება, რასობრივი, ეთნიკური, თუ რომელიმე სხვა ცრურწმენის გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მუდმივი იმედია მეტი ერთგულება ორი დიდი მცნებისადმი. გიყვარდეს ღმერთი და გამოხატოს მისი რჩევის მიღებით და გიყვარდეს მოყვასი შენი და გამოხატოს სიკეთის, თანაგრძნობისა და მიტევების მეშვეობით. ეს ორი დიდი ღვთიური მითითება კვლავაც და სამარადისოდ იქნება
ერთადერთი რეალური იმედი იმისა, რომ დავუტოვებთ შვილებს იმაზე უკეთეს სამყაროს, რომელსაც ისინი იცნობენ. მრავალს ამ აუდიტორიაში დღეს ამ გლობალური სურვილების გარდა აქვთ ძალიან პირადული სურვილები. ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესება, მავნეჩვევის დაძლევა, უძღები შვილის დაბრუნება, ათასნაირი ფიზიკური და ემოციური ტკივილის გაყუჩება. აღდგენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი ჭეშმარიტება, რომ ღმერთი მოქმედებს ამ სამყაროში. ამიტომ შეგვიძლია ვიქონიოთ იმედი, უნდა ვიქონიოთ იმედი, მაშინაც კი როცა რაღაც დაუძლებელის წინაშე აღმოჩნდებით. ამას გულისხმობს წმინდა წერილი, როცა აბრაამს უიმედობაშიც კი იმედი ჰქონდა. ანუ მას სწამდა მაშინაც კი, როცა ყოველი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ არ ეწამა, რომ მას და სარას ეყოლებოდათ შვილი, როცა ეს ყველანაირად შეუძლებელი იყო. ასე რომ გეკითხებით, თუ კი ამდენი 1820 წლის სურვილი აგვიხდება და ეს მოხდა ნიუ-იორკში, როცა უბრალო ბიჭი პატარა ტყეში მუხლმოდრეკილი იდგა და მას ღვთიური ნათელი მოეფინა. რატომ არ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მართალი სურვილები და ქრისტეს მიერი მისწრაფება ჯადოსნურად, საოცრად პოვებს პასუხს ყველა იმედის ღმერთისგან. ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ მართალი სურვილები ოდესღაც რამენაირად აგვიხდება. დებო და ძმებო, ჩვენ ვიცით, მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებული რელიგიური ნაკლოვანებების შესახებ. ამაზე მეტიც. ჩვენ ვიცით დღევანდელი რელიგიური ნაკლოვანებების შესახებ, რაც კვლავ იწვევს შიმშილს და იმედს შეუსრულებლობის გამო. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი უკმაყოფილებების გამო იზრდება მათი რიცხვი, ვინც ტოვებს ტრადიციულ ეკლესიასტურ დაწესებულებებს. ჩვენ ასევე ვიცით, როგორც დაწერა ერთმა შთაგონებულმა მწერალმა, რომ მრავალ დღევანდელ რელიგიურ ხელმძღვანელს წარმოდგენა არ აქვს, როგორ გაუმკლავდეს ამ საკითხს და პასუხად სთავაზობს თერაპევტულად გაზავებულ დეიზმს, იაფფასიან სიმბოლურ აქტიურობას, სათუთად დალაგებულ ერესს, ზოგჯერ კი უბრალოდ მოსაწყენ სისულელეს. და ყოველივე ეს მაშინ, როცა სამყაროს იმდენად მეტი რამე საჭიროება, როცა ახალი თაობა ბევრად უფრო მეტს იმსახურებს და როცა იესოს დღეებში იგი ბევრად უფრო მეც თავაზობდა. ჩვენ როგორც ქრისტეს მოწაფეებს შეგვიძლია ჩვენს დროში ამბაღლდეთ ამ ძველი დროის ისრაელიანებზე, რომელნიც კვნესოდნენ გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი. მართლაც, თუ საბოლოოდ იმედს დავკარგავთ, ჩვენ ბოლო ძალის მომცემ საკუთრებას დავკარგავთ. დანტემ თავის ღვთაებრივ კომედიაში ჯოჯოხეთის კარს მიმდგარმა დაუწერა გაფრთხილება მგზავრებს. თქვენ, ვინც აქ შემოდიხართ, დატოვეთ ყოველი იმედი. მართლაც, როცა იმედი დაკარგულია, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, არის ორივე მხარეს მძვინვარე ქვესკნელის ცეცხლი. ასე რომ, როცა ზურგით კედელთან აღმოჩნდებით, როგორც ჰიმნში ვღერით, ვერავინ ვერ გვეხმარება და ნუგეშიც გვტოვებს, ყველა გარდაუვალ სათნოებათა შორის იქნება იმედის ეს ძვირფასი ძღვენი, რომელიც განუყოფლად უკავშირდება ჩვენს რწმენას ღმერთში და ჩვენს მოწყალებას სხვებისადმი. ამ 200 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე
როცა უკან ვიყურებით და ვხედავთ ყველაფერს, რაც მოგვეცა, და ვხარობთ იმის გააზრებით, რომ ამდენი იმედი გამართლდა, მე ვიხსენებ ლამაზი, ახალგაზრდა, დაბრუნებული მისიონერი გოგონას განწყობას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ იოჰანესბურგში თქვა ასეთი სიტყვები: ჩვენ არ მოვსულვართ აქამდე იმისთვის, რომ უბრალოდ აქამდე მოვსულიყავით. მინდა მოვახდინო ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, გამოსამშვიდობებელი სიტყვის პერიფრაზი, რომელიც ოდესმე ჩაწერილა წმინდა წერილში და ვთქვა ნეფისა და იმ ახალგაზრდა დის სახელით. ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, მას შემდეგ რაც თქვენ აღდგენის ეს პირველი ნაყოფი მიიღეთ, მინდა გკითხოთ, ნუ თუ ყველაფერი გაკეთდა? აჰა, მე გეუბნებით. არა. ამიტომ თქვენ წინ უნდა მიისწრაფოდეთ სიმტკიცეში ქრისტესი იმედის სრულყოფილი ნათელით და ღვთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით. და თუ ასე მოიქცევით, ამბობს მამა, გექნებათ მარადიული სიცოცხლე. მე მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მოგვეცა ამ ბოლო ყველაზე დიდებულ ჟამთა წყობაში, იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების წყობაში. ყოველი ძღვენი და კურთხევა, რომელიც ამ სახარებას მოაქვს, ჩემთვის ყველაფერია. ყველაფერი. ამიტომ მამაზე ციერისთვის მადლობის მოსახდელად მე ვალდებულებები უნდა შევასრულო და სანამ დავიძინებ, ბევრი რამ გავაკეთო. დიახ, ბევრი რამ. და მივისწრაფოდეთ წინ. სიყვარულით გულში. ვიაროთ იმედის ნათელში, რომელიც გაგვინათებს წმინდა მოლოდინების ბილიქს, რომელსაც უკვე 200 წლის განმავლობაში მივყვებით. მე ვმოწმობ, რომ მომავალი იქნება ისეთივე საოცრებებით სავსე და უხვად დალოცვილი, როგორც წარსული. ჩვენ გვაქვს ყოველი მიზეზი იმისთვის, რომ ველოდოთ იმაზე დიდ კურთხევებს, რაც უკვე მივიღეთ. რადგან ეს ყოვლისშემძლე ღმერთის საქმეა. ეს უწყვეტი გამოცხადებების ეკლესიაა და ეს გახლავთ უსაზღვრო მადლისა და კეთილგანწყობის სახარება. მე ვმოწმობ ყოველდღე ამ ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს სახელით. ამინ. 200 წლის წინ, წმინდა დღეში, ახალგაზრდა ჯოზეფ სმითმა იხილა ღმერთი და ესაუბრა მას, მარადიულ მამას და მის ძეს იესო ქრისტეს. მათგან შეიტყო ჯოზეფმა სამების ჭეშმარიტი ბუნება და შემდგომ ეს უწყვეტი გამოცხადება, რადგან ეს ზებუნებრივი ხილვა გახდა ამ უკანასკნელი დღეების ჟამთა სისრულის წყობის დასაწყისი. დაახლოებით 3 წლის შემდეგ, 1823 წლის 21 სექტემბერს, პასუხად ჯოზეფის მხურვალე ლოცვაზე მის საძინებელში სინათლემ დაიწყო შემოსვლა და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ იგი დღის სინათლეზე უფრო კაშკაშა არ გახდა. მის საწოლთან გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭს სახელით მიმართა და განაცხადა, რომ ღვთის გარემოცვიდან გამოგზავნილი მაცნე იყო და მას მორონი ერქვა. მან მისცა ჯოზეფს მითითებები მორმონის წიგნის გამოჩენის შესახებ. შემდეგ მორონიმ ძველი აღთქმიდან მალაქიას წიგნიდან მოახდინა ციტირება მცირე ენობრივი ცვლილებებით, რომელიც მეფე ჯეიმსის ვერსიაში გამოიყენება. აჰა, გიბოძებ მღვდლობას, ილიას წინასწარმეტყველის ხელით, უფლის საშინელი დღის მოსვლამდე და იგი ჩანერგავს შვილების გულებში მამებისადმი მიცემულ დაპირებას და შვილების გულები მოუბრუნდება მამების გულებს. და თუ ასე არ მოხდება, მთელი დედამიწა შეიმუსრება მისი მოსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მორონის მიერ ჯოზეფ სმითისადმი მიცემულმა მითითებებმა ილიას მისიის შესახებ წამოიწყო სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე ამ უკანასკნელ დღეებში და ისინი გახდა ძირითადი შემადგენელი ნაწილი
ყოველივესი, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით. მე ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის იმ დროს, როცა ჩვენ ერთობლივად ვსწავლობთ აღთქმების, წესჩვეულებებისა და კურთხევების შესახებ, რაც ხელმისაწვდომია ჩვენთვის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ტაძრებში. მინდა დავიწყო ძირითადი შეკითხვით, რატომ იყო მნიშვნელოვანი ილიას დაბრუნება? უკანასკნელი დღეების გამოცხადებიდან ვიგებთ, რომ ილიას ჰქონდა მელქიცედეკის მღვდლობის ჩასაბეჭდი ძალა და იგი იყო ქრისტეს მოსვლამდე უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელსაც ეს ძალა გააჩნდა. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა აგვიხსნა, ილიას სული, ძალა და მოწოდება არის ის, რომ თქვენ შეგწევთ ძალა იყოთ მელქიცედეკის მღვდლობის სისრულის, გასაღების მფლობელი. ასევე ძალა მიიღოთ ღვთის სასუფეველთან დაკავშირებული ყველა წესჩვეულება, იმისთვისაც კი, რომ მოაბრუნოთ მამების გულები შვილებისადმი, შვილების კი მამებისადმი, მათდამიც კი, ვინც ზეცაში არიან. ჩაბეჭდვის წმინდა უფლებამოსილება აუცილებელია, რათა ყველაფერი, რასაც შეკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. შემდეგ ჯოზეფი განმარტავს, როგორ უნდა მოვიდეს ღმერთი ამ თაობის გადასარჩენად. იგი გამოაგზავნის ილიას, წინასწარმეტყველს. ილია განაცხადებს აღთქმებს, რომლებიც ჩაბეჭდავენ მამების გულებს შვილების გულებთან, შვილების კი მამებთან. ილია მოსესთან ერთად ფერისცვალების მთაზე მოევლინა პეტრეს, იაკობსა და იოანეს და დაამტკიცა მათზეც ეს უფლებამოსილება. ილია ასევე მოევლინა მოსესა და ელიას 1836 წლის 3 აპრილს კირტლანდის ტაძარში და გადასცა იმავე სამღვდელოების გასაღებები ჯოზეფ სმითსა და ოლივერ კაუდერის. 1836 წელს ილიას მიერ აღდგენილი ჩაბეჭდის უფლებამოსილება აუცილებელი იყო იმისთვის, რათა სამყარო მომზადებულიყო მხსნელის მეორე მოსვლისთვის და რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩენილიყო დიდი ინტერესი ოჯახური ისტორიის მიმართ. სიტყვა გული სტანდარტულ ნაშრომებში გამოიყენება სულ მცირე 1000-ჯერ. ეს უბრალო, მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვა ხშირად მიუთითებს კონკრეტული პირის შინაგან გრძნობებზე. ჩვენი გული არის ჩვენი სურვილების, ვინმესადმი სიყვარულის, ზრახვების, მოტივებისა და განწყობის ჯამი. იგი განსაზღვრავს იმას, რანი ვართ და განაპირობებს იმას, რანი გავხდებით. უფლის საქმის არსი კი სახარების აღთქმებისა და მღვდლობის წესჩვეულებების მეშვეობით ჩვენი გულების შეცვლა, მობრუნება და განწმენდაა. ჩვენ იმისთვის კი არ ვაშენებთ ტაძრებს, რომ იქ შესვლით მივიღოთ შთამბეჭდავი პირადი ან ოჯახური გამოცდილება. არამედ იმისთვის, რომ ტაძარში მიღებული აღთქმები და იქ ჩატარებული წესჩვეულებები აუცილებელია ჩვენი გულების განწმენდისა და საბოლოო ამაღლებისთვის ღვთის ძეთა და ასულთა როლში. შვილების გულებში მამებისადმი მიცემული დაპირებების ჩანერგვა, მათ შორის აბრაამის, ისააკისა და იაკობისა, მათი შვილების გულების საკუთარი მამების გულებისკენ მობრუნება, ოჯახური კვლევების ჩატარება, ასევე შემცვლელი სატაძრო წესჩვეულებებისა, არის ის საქმე, რომელიც დალოცავს ცალკეულ პირებს საბურველის ორივე მხარეს. როცა ამ წმინდა საქმეში ენთუზიაზმით ვერთვებით, ჩვენ ამით ვემორჩილებით მცნებებს, გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი შენი და ემსახურო მათ. ასეთი უანგარო მსახურება კი ჭეშმარიტად გეხმარება იმაში, რომ ვუსმინოთ მას და მივიდეთ მხსნელთან. ყველაზე წმინდა აღთქმებისა და სამღვდელოების წესჩვეულებების მიღება ხდება მხოლოდ ტაძარში, უფლის სახლში. ყველაფერი, რასაც ვსწავლობ და რაც კეთდება ტაძარში, ხას უსვამს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და მის როლს მამაზეციერის ბედნიერების დიად გეგმაში. პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა აღწერა მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელსაც მხსნელი იყენებს, რათა მოახდინოს ადამიანთა უკვდავება და მარადიული ცხოვრება. მან თქვა: უფალი შიგნიდან გარეთ მოქმედებს. სამყარო კი გარედან შიგნით. სამყაროს გამოყავს ადამიანები ჭაობიდან.
ქრისტეს გამოაქვს ჭაობი ადამიანისგან და შემდგომ ადამიანს თავად გამოჰყავს საკუთარი თავი ჭაობიდან. სამყარო აყალიბებს ადამიანს მის ირგვლივ გარემოს შეცვლით. ქრისტე ცვლის ადამიანს, რომელიც შემდგომ თავად ცვლის გარემოს. სამყარო აყალიბებს ადამიანის ქცევას, მაგრამ ქრისტეს შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა. აღთქმები და სამღვდელოების წესშეულებები არის სულიერად ახლად დაბადებისა და გარდაქმნის პროცესის ცენტრალური ნაწილი. ეს ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც უფალი მუშაობს ყოველ ჩვენგანთან, შიგნიდან გარეთ. აღთქმები, რომლებსაც მტკიცედ იცავენ, რომელნიც ყოველთვის ახსოვთ და დაწერილია ცოცხალი ღვთის სულით, გულის ხორციელ ფიცრებზე, არის კურთხევების გარანტია და მიზნის მომტანი მიწიერი ცხოვრებისთვისა და მარადისობისთვის. ღირსეულად მიღებული წესშეულებები, რომლებიც მუდამ ახსოვთ, გვიხსნიან ზეცის კარს, საიდანაც ღვთიური ძალა გადმოიღვრება ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ არ მოვდივართ ტაძარში იმისთვის, რომ დავემალოთ მიწიერ ბოროტს. ჩვენ მოვდივართ ტაძარში იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბოროტი ამა ქვეყნისა. როცა ჩვენ ცხოვრებაში ღვთიურ ძალას მოვიწვევთ, მივიღებთ რა სამღვდელოების წესშეულებებს, დავდებთ და დავიცავთ წმინდა აღთქმებს. ჩვენ ცდუნებებისა და მიწიერი სირთულეების დასაძლევად მივიღებთ ძალას, რომელიც ჩვენს საკუთარ ძალას აღემატება, რათა ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ კეთილნი. ამ წყობის პირველი ტაძარი აშენდა კირტლანდში, ოჰაიოში და მიძღვნილი იქნა 1836 წლის 27 მარტს. მიძღვნიდან ერთი კვირის შემდეგ უფალმა განუცხადა ჯოზეფ სმითს გამოცხადებაში. დაე გაიმხიარულოს ჩემმა ხალხმა გული, ყველამ, ვინც საკუთარი ძალით ააშენა სახლი ჩემ სახელზე. დიახ, ათასობით და 10,000-ობით გული დიდად გაიხარებს იმ კურთხევების გამო, რომელიც გადმოიღვრება და იმ შემოსვის გამო, რომლითაც შეიმოსებიან ჩემი მსახურნი ამ სახლში. და დიდება ამ სახლისა გავრცელდება უცხოურ მიწებზე. და ეს არის იმ კურთხევების დასაწყისი, რომელნიც გადმოიღვრება ჩემი ხალხის თავზეთ. მიაქციეთ ყურადღება ფრაზებს. ათასობით და 10,000-ობით გული დიდად გაიხარებს და დიდება ამ სახლისა გავრცელდება უცხოურ მიწებზე. ეს გასაოცარი განცხადებები გაკეთდა 1836 წლის აპრილში, როცა ეკლესიას ყავდა ერთი მუჭა ხალხი და ჰქონდა ერთი ტაძარი. დღეს 2020 წელს ჩვენ გვაქვს 168 მოქმედი ტაძარი. მშენებლობის პროცესშია, ანუ უკვე გამოცხადებულია 49 ტაძარი. უფლის სახლები შენდება ზღვის კუნძულებზე და ისეთ ქვეყნებში, რომლების მდებარეობა წინათ მრავალი ადამიანის მიერ განიხილებოდა როგორც ტაძრის არსებობისთვის წარმოუდგენელი ადგილი. შემოსვის ცერემონია ამჟამად ტარდება 88 ენაზე და გახდება ხელმისაწვდომი კიდევ მრავალ სხვა ენაზე, რადგან ტაძრები შენდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა ღვთისშვილმა მიიღოს კურთხევა. მომავალ 15 წელიწადში იმ ენათა რიცხვი, რომლებზედაც ჩატარდება სატაძრო წესშეულებები, სავარაუდოდ ორჯერ გაიზრდება. წელს ჩვენ 18 ტაძარს ჩაუყრეთ საფუძველს და დავიწყებთ მათ მშენებლობას. შედარებისთვის 1830 წლიდან, ეკლესიის დაარსების დღიდან, 1980 წლამდე, პრეზიდენტ სპენსერ კიმბალის მიერ ტოკიოში ტაძრის მიძღვნის დღემდე, პირველი 18 ტაძრის აშენებას 150 წელი დასჭირდა. მიაქციეთ ყურადღება იმას, რამდენად დაჩქარდა სატაძრო სამუშაო მხოლოდ პრეზიდენტ რასელ ნელსონის დროს. 1924 წლის 9 სექტემბერს პრეზიდენტი ნელსონი რომ დაიბადა, ეკლესიას მხოლოდ 6 მოქმედი ტაძარი ჰქონდა. 1984 წლის 7 აპრილს, როცა იგი მოციქულად აკურთხეს, უკვე 26 მოქმედი ტაძარი იყო, ანუ 60 წლის განმავლობაში 20 ტაძარი აშენდა. როცა პრეზიდენტ ნელსონს მხარი დაუჭირეს ეკლესიის პრეზიდენტის პოზიციაზე, 159 მოქმედი ტაძარი იყო, ანუ მისი 12 მოციქულთა ქორუმში მსახურობის დროს 34 წლის განმავლობაში 133 ტაძარი აშენდა.
მას შემდეგ, რაც 2018 წლის 14 იანვარს პრეზიდენტი ნელსონი ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, მან 35 ახალი ტაძრის შესახებ გამოაცხადა. არსებული ტაძრების 96% მიძღვნილი იქნა პრეზიდენტ ნელსონის ცხოვრების დროს. 84% მიძღვნილი იქნა მას შემდეგ, რაც იგი მოციქულად აკურთხეს. ჩვენ როგორც უფლის აღდგენილი ეკლესიის წევრები, გაოცებულნი ვართ უფლის დაჩქარებული საქმით ამ უკანასკნელ დღეებში. და მომავალში უფრო მეტი ტაძარი აშენდება. ბრიგამ იანგი წინასწარ მეტყველებდა. ამ საქმის აღსასრულებლად უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასობით ტაძარი. და ათასობით, 10,000-ობით ქალი და მამაკაცი შევა ამ ტაძრებში და ჩაატარებს წესჩვეულებებს მათთვის, ვინც ცხოვრობდა საუკუნეების წინ, იქამდე, სანამ უფალი განაცხადებს. გასაგებია, რომ ყოველი ახალი ტაძრის გამოცხადება დიდი სიხარულის წყაროა და მიზეზი იმისა, რომ უუმადლოდეთ უფალს. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა უკავშირდებოდეს იმ აღთქმებსა და წესჩვეულებებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი გულების შეცვლა და მხსნელის მიმართ ჩვენი ერთგულების გაღრმავება და არა უბრალოდ შენობის მდებარეობით ან სილამაზით ტკბობა. ძირითადი ვალდებულება, რომელიც გვაკისრია როგორც უფლის აღდგენილი ეკლესიის წევრებს არის უსმინეთ მას და ჩვენი გულის შეცვლა აღთქმებისა და წესჩვეულებების მეშვეობით და ღვთიური ვალდებულებების სიხარულით შესრულება საბურველის ორივე მხარეს მთელი კაცობრიობის ოჯახისთვის სატაძრო წესჩვეულებების კურთხევების შეთავაზება. უფლის მითითებებითა და დახმარებით ჩვენ შევასრულებთ ამ წმინდა ვალდებულებებს. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განაცხადა: სიონის მშენებლობა არის ის, რაც ყოველ საუკუნეში აინტერესებდა ღვთის ხალხს. ეს არის თემა, რომელზედაც განსაკუთრებული სიამოვნებით საუბრობდნენ წინასწარმეტყველები, მღვდლები და მეფეები. ისინი სიხარულით ელოდნენ იმ დროს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ზეციური, სასიხარულო მოლოდინით ანთებულნი, ისინი მღეროდნენ, წერდნენ და წინასწარმეტყველებდნენ ამ დღეზე. მაგრამ ისინი დაიხოცნენ ისე, რომ ვერ მოესწრენ მას. ჩვენ გვერგო უკანასკნელი დღეების დიდების ხილვა, მასში მონაწილეობა და მისი წინ წაწევა. ღვთიური მღვდლობა მიწიერ შეუერთდა ამ დიადი მიზნების აღსასრულებლად. საქმე, რომელსაც ღმერთი და ანგელოზები ელოდნენ დიდი სიხარულით მომავალი თაობებისთვის, რამაც სული აუნთო ძველი დროის პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს. საქმე, რომელიც ჩაფიქრებულია სიბნელის ძალის გასაფანტად, დედამიწის გასანახლებლად, ღვთის დიდების მოსატანად და კაცობრიობის ოჯახის გადასარჩენად. მე მოწმობ, რომ მამა და ძე გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს და რომ ილიამ აღადგინა ჩაბეჭდის ძალა. ტაძრის წმინდა აღთქმებსა და წესჩვეულებებს შეუძლია ჩვენი გამტკიცება და ჩვენი გულის განწმენდა, თუ კი ჩვენ უსმენთ მას და ვიღებთ ღვთიურ ძალას ჩვენს ცხოვრებაში. და მე მოწმობ, რომ ეს უკანასკნელი დღეების საქმე გაანადგურებს სიბნელის ძალებს და მოუტანს ხსნას კაცობრიობის ოჯახს. ამ ჭეშმარიტებებზე მე მოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით. ამინ. პრეზიდენტი რასელ ნელსონი, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რაოდენ მადლიერი ვარ, რომ ტექნიკის გამოყენებით ჩვენ შევძელით ერთმანეთთან შეხვედრა ამ კვირა დღეს, რათა თაყვანივცეთ ღმერთს. რა დალოცვილნი ვართ, რომ ვიცით, იესო ქრისტეს სახარება აღდგენილი იქნა დედამიწაზე. ბოლო რამდენიმე კვირა მეტწილად ყველას პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა. მიწისძვრები, ხანძრები, წყალდიდობები, დაავადებები და მათი შედეგები. ყოველივე ეს იწვევდა დღის წესრიგის დარღვევას,
საკვების, სურსათის, სახსრების ნაკლებობას. და ყოველივე ამის შუაგულში ყოფნისა, მადლობას გიხდით, რომ არჩიეთ უფლის ხმის მოსმენა. რამე თუ შემოგვიერთდით გენერალურ კონფერენციაზე. სიბნელე, რომელიც იმატებს და თან სდევს არეულობას, იესო ქრისტეს სინათლეს კიდევ უფრო კაშკაშას ხდის. უბრალოდ დაფიქრდით იმ სიკეთეზე, რომლის კეთებაც შეუძლია ყოველ ჩვენგანს, ამ გლობალური გადატრიალების დროს. თქვენი მხსნელისადმი სიყვარული და რწმენა შეიძლება გახდეს ვიღაცისთვის იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენის აღმოჩენის კატალიზატორი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მე და ნელსონი ათასობით თქვენგანს შევხვდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ ვიკრიბებოდით გარეთ ან სასტუმროს დარბაზებში. სადაც კი არ ვიკრიბებოდით, ყველგან ვგრძნობდი, რომ ვიმყოფებოდი უფლის რჩეულ ხალხთან და რომ ჩემ თვალწინ ხდებოდა ისრაელის შეკრება. ჩვენ ცხოვრობთ იმ დროში, რომელსაც ჩვენი წინაპრები ელოდნენ დიდი მღელვარებით. ჩვენ წინა რიგებში ვსხედვართ, რათა გავხდეთ ცოცხალი მოწმენი იმისა, რაც წინასწარმეტყველმა ნეფიმ მხოლოდ ხილვაში იხილა. რომ ღვთისკრავის ძალა მოეფინებოდა უფლის აღთქმულ ხალხს, რომლებიც გაფანტულნი იყვნენ მთელი დედამიწის ზედაპირზე. და ისინი შეერაღებულნი იყვნენ სამართლიანობით და ღმერთის ძალით დიადი დიდებულებით. თქვენ, ჩემო დებო და ძმებო, იმ მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების რიცხვში ხართ, ვინც ნეფი მიხილა, დაფიქრდით ამაზე. იმისგან დამოუკიდებლად სად ვცხოვრობთ ან რა პირობებში იმყოფებით, უფალი იესო ქრისტე თქვენი მხსნელია და ღვთის წინასწარმეტყველი, ჯოზეფ სმიტი, თქვენი წინასწარმეტყველი. დედამიწის შექმნამდე წინასწარ იყო განსაზღვრული მისი ამ ბოლო წყობის წინასწარმეტყველება. როცა წმინდანებისგან არაფერი იქნა დაფარული. გამოცხადება კვლავაც გამოედინება უფლისგან აღდგენის ამ პროცესში. რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ იესო ქრისტეს სახარება აღდგენილ იქნა დედამიწაზე? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახს შეგიძლიათ სამუდამოდ ჩაიბეჭდოს ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან მოინათლეთ იმ პირის მიერ, რომელსაც იესო ქრისტესგან აქვს უფლებამოსილება და დაგამტკიცეს მისი ეკლესიის წევრად, შეგიძლიათ დატკბეთ სულიწმინდის მუდმივი თანამგზავრობით. იგი წინ გაგიძღვებათ და დაგიცავთ. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ დარჩებით ნუგეშის გარეშე ან ღვთის ძალის გარეშე, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მღვდლობის ძალას შეუძლია დაგლოცოთ, თუ კი მიიღეთ საჭირო წესჩვეულებები, დადეთ აღთქმები ღმერთთან და იცავთ მათ. ეს ჭეშმარიტებანი ჩვენი სულისთვის ღუზაა, განსაკუთრებით ამ დროს, როცა ქარიშხალი მძვინვარებს. მორმონის წიგნში აღწერილია 2 დიდი ცივილიზაციის კლასიკური აღმავლობა და დაცემა. მათი ისტორია არის დემონსტრირება იმისა, რაოდენ ადვილია ჩვენთვის, ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის, დავივიწყოთ ღმერთი, უარყოთ უფლის წინასწარმეტყველთა გაფრთხილებანი, ვეძიოთ ძალა, პოპულარობა და ხორციელი სიამოვნება. ძველი დროის წინასწარმეტყველები გამუდმებით უცხადებდნენ ადამიანებს, დიდ და საოცარ რამეს, რაც მათ არ იწამეს. ჩვენს დროშიც იგივე ხდება. წლების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, ქადაგებლის კათედრიდან ისმოდა დიადი საოცარი სიტყვები. მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ არ მიიღო ეს ჭეშმარიტებანი. მათთან არ იციან, სად ეძიონ ისინი. ან კიდევ უსმენენ მათ, ვისაც არ აქვს სრული ჭეშმარიტება, ან კიდევ უარყვეს ჭეშმარიტება მიწიერის გამო. მოწინააღმდეგე ჭკვიანია. 1000 წლეულისთვის მან სიკეთე ბოროტად შენიღბა. ბოროტს კი კეთილის ფორმა მისცა. მისი გზავნილები ხმამაღლა, თავხედური და თავმომწონეა.
ამავე დროს მამაზეც იერის გზავნილების საოცრად განსხვავებულია. იგი გვესაუბრება უბრალოდ, ჩუმად, ისეთი საკვირველი უბრალოებით, რომ შეუძლებელია ვერ გაუგო მას. მაგალითად, ყოველთვის, როცა იგი წარუდგენდა მოკვდავებს თავის მხოლოდ შობილ ძეს, ნიშანდობლივია, რომ იგი ამას აკეთებდა სულ რამდენიმე სიტყვით. ფერისცვალების მთაზე ღმერთმა უთხრა პეტრეს, იაკობსა და იოანეს. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინე მას. უძველეს მიწაზე, პარაქიანზე, მან მიმართა ნეფიელებს სიტყვებით. აჰა, ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე, რომელშიც ვადიდე სახელი ჩემი. უსმინეთ მას. ჯოზეფ სმითს კი იმ სიღრმისეულ განცხადებაში, რომლითაც დაიწყო ეს წყობა, ღმერთმა უბრალოდ უთხრა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინე მას. ახლა ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ამ სამ შემთხვევაში, სანამ მამა წარადგენდა თავის შვილს, ამ პროცესში ჩართული ადამიანები იმყოფებოდნენ შიშისა და გარკვეულწილად სასოწარკვეთილების მდგომარეობაში. მოციქულებს შეეშინდათ, როცა იხილეს იესო ქრისტე ფერისცვალების მთაზე, ღრუბლით გარშემორტყმული. ნეფიელები შეშინდნენ, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი სიბნელისა და ნგრევის მოწმენი გახდნენ. ჯოზეფ სმითიც ბნელი ძალების კლანჭებში იმყოფებოდა, სანამ ზეცა გაიხსნებოდა. ჩვენმა მამაზეციერმა იცის, რომ როცა შიში და გაურკვევლობა შემოგვიტევს, ყველაზე მეტად ღვთის ძის ხმის მოსმენა დაგვეხმარება. რადგან როცა ვეძიებთ, გავიგონოთ, ოღონდ ჭეშმარიტად გავიგონოთ, მისი ძის ხმა, ჩვენ მივიღებთ მითითებებს ნებისმიერი სიტუაციისთვის. მოძღვრება და აღთქმებში პირველი სიტყვა ყური დაუგდეთ, რაც ნიშნავს მოусმინო იმ განზრახვით, რომ შეასრულო. ყურის დაგდება ნიშნავს უსმინე მას. უსმინე, რას ამბობს მხსნელი და შემდეგ შეისმინე მისი რჩევა. ამ ორი სიტყვით უსმინე მას. ღმერთი გვაძლევს წარმატების, ბედნიერებისა და სიხარულის ნიმუშს ამ ცხოვრებისთვის. ჩვენ უნდა მოვისმინოთ უფლის სიტყვები, ყური დაუგდოთ მათ და შევისმინოთ, რაც უფალმა გვითხრა. ჩვენ როგორც იესო ქრისტეს მოწაფენი, უფრო მეტი მცდელობით უნდა მოვისმინოთ მას. ამისთვის საჭიროა შეგნებული და თანმიმდევრული მცდელობები, რათა ყოველდღიური ცხოვრება ავავსოთ მისი სიტყვებით, მისი სწავლებით, მისი ჭეშმარიტებით. ჩვენ უბრალოდ ვერ დავეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომელსაც ვაწყდებით მედიაში. ინტერნეტში განთავსებული მილიარდობით სიტყვა, საბაზრო ეკონომიკით გაჟღენთილი სამყარო, რომელიც გამუდმებით ირღვევა მოწინააღმდეგის ხმაურიანი, საძაგელი მცდელობებით. სად შეგვიძლია უფლის მოსმენა? ჩვენ შეგვიძლია წმინდა წერილს მივმართოთ. იგი გვასწავლის იესო ქრისტეს, მის სახარების, მის გამოსყიდვის სიდიადისა და ჩვენი ზეციური მამის ბედნიერების გეგმისა და გამოსყიდვის შესახებ. ღვთის სიტყვაში ყოველდღიური ჩაძირვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სულიერი გადარჩენისთვის, განსაკუთრებით ამ არეულობისას, რომელიც უფრო და უფრო იმატებს. თუ ჩვენ ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, ქრისტეს სიტყვები გვეტყვის, როგორ გაუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რომლებსაც გვეგონა, რომ ვერ დავძლევდით. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოусმინოთ მას ტაძარში. უფლის სახლი არის განკურნების სახლი. იქ უფალი თავისი მიდგომით ასწავლის. იქ ყოველი წესჩვეულება ასწავლის მხსნელის შესახებ. იქ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ გავარღვიოთ საბურველი და უფრო მკაფიოდ ვესაუბროთ ზეცას.
იქ ჩვენ ვსწავლობთ, როგორ უარყოთ მოწინააღმდეგე და დავეყრდნოთ უფლის მღვდლობის ძალას ჩვენი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გასაძლიერებლად. რაოდენ მონდომებულად უნდა ვეძიოთ იქ თავშესაფარი. როცა მოიხსნება COVID-19-თან დაკავშირებული დროებითი შეზღუდვები, გთხოვთ, დაგეგმეთ ტაძარში მსახურებისთვისა და ღვთისთაყვანისცემისათვის რეგულარული დრო. ამ დროის ყოველი წუთი დაგლოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს, ისე როგორც სხვა არაფერი. იქ ყოფნისას დაუთმეთ დრო თქვენი გრძნობებისა და მოსმენილის გააზრებას. სთხოვეთ უფალს, გასწავლოთ, როგორ გახსნათ ცა იმისთვის, რომ დაილოცოს თქვენი და იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც გიყვართ და ემსახურებით. რადგან ამჟამად ტაძარში ღვთისთაყვანისცემა შეუძლებელია, მე გიწვევთ მეტად ჩაერთოთ ოჯახურ ისტორიაში, მათ შორის ოჯახური ისტორიის ძიებასა და ინდექსირებაში. გპირდებით, რომ როცა ტაძარსა და ოჯახურ ისტორიას მეტ დროს დაუთმობთ, გაუმჯობესდება თქვენი შესაძლებლობა მოусმინოთ უფალს. ჩვენ ასევე უკეთესად მოусმენთ მას, თუ დავხვეწავთ სულიწმინდის ჩურჩულის ამოცნობის უნარს. არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, ვიცოდეთ, როგორ გვესაუბრება სულიწმინდა. სამებაში სულიწმინდას მიუძღვის მაცნის როლი. იგი ისეთ აზრებს შემოიტანს თქვენს გონებაში, რომელთა მიღებაც მამაზეციერსა და მის ძეს სურს თქვენთვის. იგი ნუგეშის მცემელია. იგი თქვენ გულს სიმშვიდის გრძნობას მოკვრის. იგი მოწმობს ჭეშმარიტებაზე და დაგიდასტურებთ იმას, რაც მართალია, როცა თქვენ გაიგონებთ და წაიკითხავთ უფლის სიტყვას. მე კვლავ შეგევედრებით, ყველაფერი მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ გაზარდოთ პირადი გამოცხადების მიღების სულიერი შესაძლებლობა. ასე რომ მოიქცევით, უკეთ გეცოდინებათ, როგორ იცხოვროთ, რა მოიმოქმედოთ კრიზისის დროს და როგორ ამოიცნოთ და გვერდი აუაროთ მოწინააღმდეგის ცდუნებასა და ტყუილებს. და ბოლოს, ჩვენ ვუსმენთ მას, როცა ყურს უგდებთ წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტელებსა და განცხადებლებს. იესო ქრისტეს ხელდასხმული მოციქულები ყოველთვის მოწმობენ მასზე. ისინი მიგვითითებენ გზას, როცა ჩვენ დამოუკიდებლად ვცდილობთ გავიკვლიოთ გზა მიწიერი ცხოვრების სულის შემზრელ ლაბირინთში. რა მოხდება, როცა თქვენ უფრო გამიზნულად მოусმენთ, ყურს დაუგდებთ და შეისმენთ მხსნელის ნათქვამს და იმას, რასაც იგი ახლა ამბობს თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით. მე გპირდებით, რომ თქვენ დამატებითი დალოცვის სახით მიიღებთ ცდუნებასთან, სირთულეებთან და სისუსტეებთან ბრძოლის უფრო დიდ ძალას. მე გპირდებით სასწაულებს თქვენს ქორწინებაში, ოჯახურ ურთიერთობებში და ყოველდღიურ საქმიანობაში და გპირდებით, რომ გაიზრდება თქვენი სიხარულის აღქმის უნარი, მაშინაც კი, როცა თქვენს ცხოვრებაში მღელვარება მოიმატებს. ეს 2020 წელი, აპრილის გენერალური კონფერენცია არის დრო, როდესაც ვიხსენებთ მოვლენას, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. ჯოზეფ სმითის პირველი ხილვის 200 წლისადმი მიწვნილ იუბილეს მოლოდინში პირველი პრეზიდენტობა და 12 მოციქულთა საბჭო ფიქრობდა იმაზე, რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ სათანადოდ აღგვენიშნა ეს მოვლენა. ამ თეოფინიის შედეგად დაიწყო იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა და ჟამთა სისრულის შემობრძანება. ჩვენ ძეგლის დადგმაზეც ვფიქრობდით, მაგრამ როცა განვიხილეთ პირველი ხილვის უნიკალური ისტორიული და საერთაშორისო გავლენა, გაგვიჩნდა ძლიერი გრძნობა, რომ ეს ძეგლი უნდა შექმნილიყო არა გრანიტისგან ან ქვისგან, არამედ სიტყვებისგან, საზეიმო, წმინდა მოწოდების სიტყვებისგან, რომელნიც დაიწერებოდა და არ ამოიტვიფრებოდა ქვის ფიცრებზე, უფრო მეტიც, აღიბეჭდებოდა ჩვენი გულების ხორციელ ფიცრებზე.
ეკლესიის დაარსების დღიდან მხოლოდ 5 მოწოდება გამოქვეყნდა. მათ შორის ბოლო იყო ოჯახი, მოწოდება მსოფლიოს, რომელიც 1995 წელს წარადგინა პრეზიდენტმა გორდონ ჰინკლიმ. ახლა როცა განვიხილავთ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ მონაკვეთს მსოფლიო ისტორიაში და უფლის დავალებას იესო ქრისტეს მეორე მოსვლამდე შევაგროვოთ გაფანტული ისრაელი, ჩვენ პირველი პრეზიდენტობა და 12 მოციქულთა საბჭო ვაქვეყნებთ შემდეგ მოწოდებას სათაურით იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა. ამ მოვლენის 200 წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს. ავტორები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველი პრეზიდენტობა და 12 მოციქულთა საბჭო. დათარიღებული 2020 წლის აპრილით. დღევანდელი გამოსვლისთვის წინასწარ ჩავწერე ეს მოწოდება წმინდა ტყეში, სადაც ჯოზეფ სმითმა პირველად იხილა მამა და ძე. ჩვენ საზეიმოდ ვაცხადებთ, რომ ღმერთი ცოცხალია და მას უყვარს თავისი შვილები მსოფლიოს ყველა ხალხში. მამა ღმერთმა გვიბოძა ღვთიური დაბადება, შეუდარებელი სიცოცხლე და თავისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს უსაზღვრო გამომსყიდველი მსხვერპლი. მამის ძალის მეშვეობით იესო კვლავ აღდგა და გაიმარჯვა სიკვდილზე. ის არის ჩვენი გამომსყიდველი, მაგალითი და მხსნელი. 200 წლის წინ, 1820 წელს, გაზაფხულის ლამაზ დილას, ახალგაზრდა ჯოზეფ სმითი წავიდა სახლთან ახლოს მდებარე ტყეში. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ მხარეს, რათა ელოცა და გაეგო, რომელ ეკლესიას შეერთებოდა. მას ჰქონდა საკუთარი სულის ხსნასთან დაკავშირებული კითხვები და სწამდა, რომ ღმერთი მიუთითებდა გზას. მორჩილებით ვაცხადებთ, რომ პასუხად ამ ლოცვაზე მამა ღმერთი და მისი ძე იესო ქრისტე მოევლინენ ჯოზეფს და დაიწყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ყველაფრის აღდგენა. ამ ხილვაში მან შეიტყო, რომ თავდაპირველი წინასწარმეტყველების სიკვდილის შემდეგ ქრისტეს ახალი აღთქმის ეკლესია აღარ არსებობდა დედამიწაზე. ჯოზეფი იქნებოდა მისი დაბრუნების იარაღი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჯოზეფისთვის მითითებების მისაცემად და იესო ქრისტეს ეკლესიის აღსადგენად მას მოევლინენ ზეციური მაცნეები. აღმდგარმა იოანე ნათლისმცემელმა აღადგინა წყალში სრული ჩაძირვით ცოდვების მისატევებელი ნათლობის უფლებამოსილება. პირველთაგან 3 მოციქულმა პეტრემ, იაკობმა და იოანემ აღადგინეს მოციქულობა და მღვდლობის გასაღებები. ასევე მოევლინენ სხვებიც ილიას ჩათვლით, რომლებმაც აღადგინეს ოჯახების სამუდამოდ გაერთიანების უფლებამოსილება მარადიულ ურთიერთობებში, რაც სცდება სიკვდილის ჩარჩოებს. ჩვენ ასევე მოწმობთ, რომ ჯოზეფ სმითს ებოძა ღვთის ძალა და ძღვენი ეთარგმნა უძველესი ჩანაწერი, მორმონის წიგნი. კიდევ ერთი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ. ამ წმინდა ტექსტის ფურცლები მოიცავს აღდგომიდან მალევე დასავლეთ ნახევარსფეროში იესო ქრისტეს პირადი მსახურების ჩანაწერს. იგი ასწავლის ცხოვრების აზრის შესახებ და გვიხსნის ქრისტეს სწავლებას, რაც ამ მიზნის ცენტრალური ნაწილია. მორმონის წიგნი არის რა ბიბლიის თანმხლები, მოწმობს, რომ ყოველი ადამიანი არის მოსიყვარულე ზეციური მამის ძე ან ასული, რომ მას აქვს ღვთიური გეგმა ჩვენი ცხოვრებისთვის და რომ მისი ძე, იესო ქრისტე, დღესაც გვესაუბრება ისევე როგორც ძველ დროში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, რომელიც დაარსდა 1830 წლის 6 აპრილს, არის ქრისტეს ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესია.
ეკლესიამ მყარად დაისადგურა თავისი ქვაკუთხედის იესო ქრისტეს სრულყოფილ ცხოვრებაში, მის გამომსყიდველ ძალასა და მის აღდგენაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იესო ქრისტემ კიდევ ერთხელ მოიხმო მოციქულები და უბოძა მათ მღვდლობის უფლებამოსილება. იგი გვიწვევს ყველას მივიდეთ მასთან და მის ეკლესიასთან, რათა მივიღოთ სულიწმინდა, ხსნის წესჩვეულებები და ხანგრძლივი სიხარული. 200 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამა ღმერთმა და მისმა საყვარელმა ძემ იესო ქრისტემ დაიწყეს აღდგენა. მილიონობით ადამიანმა მთელს მსოფლიოში მიიღო ამ ნაწინასწარმეტყველები მოვლენების ცოდნა. ჩვენ სიხარულით ვაცხადებთ, რომ დაპირებული აღდგენა გრძელდება უწყვეტი გამოცხადებების მეშვეობით. დედამიწა აღარ იქნება ისეთივე, რადგან ღმერთი ქრისტეში მოუყრის თავს ყოველივეს. მადლიერებითა და მოწიწებით ჩვენ, უფლის მოციქულები, გიწვევთ ყველას შეიტყოთ, რამე თუ ჩვენ ეს ვიცით, რომ ზეცა გახსნილია. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ღმერთი აცხადებს თავის ნებას, თავის საყვარელ ძეთა და ასულთა მიმართ. ჩვენ მოწმობთ, რომ ისინი, ვინც ლოცვით სწავლობენ აღდგენის გზავნილს და რწმენით მოქმედებენ, იქნებიან დალოცვილნი და იპოვიან საკუთარ მოწმობას მის ღვთიურობასა და დანიშნულებაზე. მოამზადოს სამყარო ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს დაპირებული მეორე მოსვლისთვის. საყვარელო დებო და ძმებო, ეს არის ჩვენი 200 წლისადმი მიძღვნილი მოწოდება მსოფლიოს იესო ქრისტეს სახარების სისრულეში აღდგენასთან დაკავშირებით. იგი ითარგმნა 12 ენაზე, მალე სხვა ენების დაემატება. იგი მაშინვე იქნება ხელმისაწვდომი ეკლესიის ვებგვერდზე, საიდანაც შეძლებთ მის დაკოპირებას. შეისწავლეთ იგი დამოუკიდებლად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დაფიქრდით ჭეშმარიტებაზე და იმ გავლენაზე, რომელსაც იქონიებს ეს ჭეშმარიტება თქვენს ცხოვრებაზე, თუ კი თქვენ მოусმენთ მას. ყურს დაუგდებთ და შეისმენთ იმ ცნებებსა და აღთქმებს, რომელიც მას მოჰყვება. მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმიტი წინასწარ განსაზღვრული წინასწარმეტყველია, რომელიც უფალმა აირჩია ამ ბოლო წყობის დასაწყებად. მისი მეშვეობით უფლის ეკლესია აღდგენილი იქნა დედამიწაზე. ჯოზეფმა სისხლით ჩაბეჭდა თავისი მოწმობა. როგორ მიყვარს იგი და პატივს სცემ. ღმერთი ცოცხალია, იესო არის ქრისტე. მისი ეკლესია აღდგენილი იქნა. იგი თავის მამასთან, ჩვენს მამაზეც ერთად ზრუნავს ჩვენზე. მე ამას მოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით. ამინ. ახლა ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ვზეიმობთ, რა ჯოზეფ სმიტის მიერ მამისა და ძის პირველ ხილვას შესაფერისი იქნებოდა ერთად გაგვეხარა ოსანას შეძახილით. ეს წმინდა შეძახილი ამ წყობაში პირველად გაჟღერდა კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ცერემონიაზე 1836 წლის 27 მარტს. ახლა იგი გვესმის ყოველი ტაძრის მიძღვნაზე. ეს არის მამისა და ძისათვის მიძღვნილი წმინდა ხარკი. არის რა სიმბოლო რეაქციისა, რომელიც შეკრებილმა ხალხმა გამოხატა მხსნელის ტრიუმფალური შესვლის დროს იერუსალიმში. იგი ასევე ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ჯოზეფმა გამოსცადა ეს დღე წმინდა დღეში. კონკრეტულად კი, რომ მამა და ძე არის ორი დიდებული არსება, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ. ახლა გაჩვენებთ, როგორ ვაჟღერებთ ოსანას შეძახილს. მე ვთხოვ ჩვენს კოლეგებს მედიადან პატივისცემით და მოწიწებით მოეკიდონ მას. ყოველი მონაწილე იღებს სუფთა თეთრ ცხვირსახოთს. ერთ კუთხეში კიდევს მას ხელს და იქნევს მას. ამავდროულად ყველანი ერთად ამბობენ: ოსანა, 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 ღმერთო, დაგვიხსენ. ამას იმეორებენ სამჯერ. შემდეგ ამბობენ: ამინ, ამინ, ამინ. თუ თეთრი ცხვირსახოცი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხელი იქნიოთ. დებო და ძმებო, ახლა გიწვევთ ადგეთ და მიიღოთ მონაწილეობა ოსანას შეძახილში. რის შემდეგაც შევასრულებთ ჰიმნებს ოსანა და ღმერთის სული.
დირიჟორის ნიშანზე გთხოვთ შემოგვიერთდით ღმერთის სულის შესრულებაში. ოსანა, 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 ღმერთო დაგვიხსენ. ოსანა, 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 ღმერთო დაგვიხსენ. ოსანა, 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 ღმერთო დაგვიხსენ. ამინ. ამინ. ამინ.